სამუშაოებია ჩატარებული, საძირკველი ჩასხმული. სამწუხაროდ 2012 წლის შემდეგ გააჩერეს. საძირკველი, რომელიც 2012 წელს სოფელ მაწიმში სავაჭრო ცენტრის ასაშენებლად ჩაყარეს, დღეს ასე გამოიყურება. აქ მშენებლობა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერდა. პროექტის მიხედვით ტერიტორიაზე დახურული და ღია ბაზარი, ასევე სამაცივრო მეურნეობა უნდა მოწყობილიყო. კეთდებოდა ეს იმისთვის, რომ ჩვენს რაიონის მოსახლეობას გაეყიდა თავისი ნამატი სოფლის მომლოს პროდუქტები. საწყის ეტაპზე აქ საქმდებოდა დაახლოებით 60-70 ადამიანი. ლაგოდეხის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის გურამ კაკალაშვილის თქმით, სავაჭრო ცენტრის პროექტი ავტონაწილების ბაზრობის მოწყობასაც გულისხმობდა, რომელიც არა მარტო საქართველოში მაცხოვრებლებს, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოქმედ კომერციულ ფირმებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს მოემსახურებოდა. აგრეთვე კეთდებოდა ძალიან დიდი ავტობაზრობა, მოლაპარაკებული ვიყავით უკვე საქართველოს პოსტასთან, რომელიც გააკეთებდა ავტონაწილების შემოტანას და შემდეგ უკვე რეალიზაციას აზერბაიჯანში, შუა აზიაში, თანხა თავიდან ბოლომდე მოძიებული ჰქონდა საინვესტიციო ფონდს. სოფელ მაწიმის მაცხოვრებლების თქმით, სავაჭრო ცენტრი ადგილობრივების დასაქმებას და მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის რეალიზაციას შეუწყობდა ხელს. მშენებლობის დროსაც პირველ რიგში უამრავი ადამიანი იყო სოფლიდანაც დასაქმებული, მშენებლობის დროს მუშაობდნენ სოფლიდან ბიჭები რაღაცა და შეჩერდა ისინიც რა თქმა უნდა დაშინ შემოსავლის გარეშე მუშაობენ და შემდეგაც რავი ადგილობრივი პროდუქტი იქნებოდა ხალხი ადამიანები დასაქმებოდნენ სოფლიდან. სოფლისთვის ჯერ ერთი იმ სიკეთის მომტანი იქნებოდა, რომ დასაქმებული იქნებოდა ხალხი. ახალგაზრდობაც რა თქმა უნდა პროდუქტი აქვს ხალხს მოსახლეობას გასაღების ბაზარი იქნებოდა ეგ. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე 3000 კვადრატული მეტრის ფართის შეპესე ლაგოდეხის სავაჭრო ცენტრზეა რეგისტრირებული. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის კახა ჯამბურიას განცხადებით, ხელშეკრულების მიხედვით კომპანიას სამუშაოების დასრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული ვადა არ ჰქონია. მისივე ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის სამუშაოები ფინანსური პრობლემების მიზეზით შეჩერდა. ამ შეპესეს უნდა განახორციელებია პროექტი. ამისი პროექტიც არსებობს. მშენებლობის ნებართვა მუნიციპალიტეტს გაცემული აქვს, მაგრამ როგორც ჩვენთან აქვთ მათ ნათქვამი, თანხების სიმწირის გამო ვერ შეძლეს მათ ამ ობიექტის ასე ვთქვათ განახლება და დასრულება. მე როგორც მაქვს ინფორმაცია, არანაირი პირობები არაა ჩადებული თავზოზე, რომ გადაეცა ეს ამ შეპესეს ეს ტერიტორია, რომ რაღაც გარკვეულ ვადაში მოეხდინა ამ მშენებლობის დასრულება, რომ რაღაც ბერკეტი ქონოდა მომავალში ან ჩამორთმევის იმ ტერიტორიის ან რაღაცა. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ლაგოდეხში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეჩერდა, იუსტიციის სახლი იყო. თუმცა ხელისუფლების გადაწყვეტილებით სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის მაისში განახლდა. იუსტიციის სახლი ექსპლუატაციაში 2016 წლის ბოლომდე შევა. ლაგოდეხის გამგებლის თქმით, ერთ თვეში დასრულდება წინა ხელისუფლების დროს დაწყებული აკვაპარკის მშენებლობის პროექტიც.